მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვითევზავებთ მდინარეზე და შევეცდებით რომ დავიჭიროთ წითელწიწკლებიანი ნაკადულის კალმახი. ვითევზავებთ სპინინგით, ხელოვნური სატყუარების გამოყენებით. ახლა გაგვითენდა საკმაოდ ცივა, -3 გრადუსი არის ჰაერის ტემპერატურა, თუმცა მზე მომანათა შესაბამისად იმედი მაქვს რომ საკმაოდ კარგად დათბება. ამ მდინარეზე სამწუხაროდ ძალიან ცოტა არის წითელწიწკლებიანი კალმახი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან ბევრი ბრაკონიერი ანადგურებს ამ თევზს. ზოგი დენით, ზოგი ბადით სამწუხაროდ, თუმცა ვეცდები რომ რაღაც გარკვეული შედეგი დავაფიქსიროთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ვითევზავებთ სილიკონის სატყუარებით, კონკრეტულად საკალმახო სილიკონის სატყუარებით. საქართველოში ახალი ბრენდით, რომელსაც ქვია TrixBait და მისი წარმომადგენელი იქნება ჩემი ონლაინ მაღაზია NRT Fishing, იგივე NRT-Fish.G. გაჩვენებთ რა თქმა უნდა სხვადასხვა მოდელები გვაქვს, სხვადასხვა ფერებით, ზომებით, ფორმებით და ასე შემდეგ. პირველ რიგში დავტესტავ მდინარეზე რა გამოვა. ცოტა თევზში, მაგრამ მაინც მაინტერესებს, როგორ შედეგს დააფიქსირებს. მაუსთეილით დავიწყებ თევზაობას, ესეთი ვარდისფერი ავარჩიე, ნახოთ აბა რა გამოგვივა. დავსვით კალმახი, საკმაოდ კარგი ზომაა. კი ბატონო. აბა მოვიყვანოთ. მოდი კალმახონა. ოპა. მეგობრებო, ესეთი ძალიან მაგარი კალმახი დავიჭირეთ. მაუსთეილზე ვარდისფერმა მშვენივრად იმუშავა, წითელწიწკლებიანი. ჩიტები ჩიკჩიკი აბად გესმით ხო? მშვენიერი ამინდი გვაქვს, ძალიან კარგი პირველივე ჩაგდება და თევზი ყავს, არაჩვეულებრივად იწყება დღე, ძალიან კარგი. ეხლა გავუშვათ აუცილებლად, იმიტომ რომ წითელწიწკლებიანი კალმახი ზოგადად საქართველოს წითელ ნუსხაში არის შეყვანილი, ანუ აკრძალული არის მისი ბუნებიდან ამოყვანა, შესაბამისად ჩვენც ვთევზავთ სპეციალური წესების დაცვით. ეს არის უვენო ნემსყავი აუცილებლად, ხელით არ უნდა შევეხოთ, არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა დავწვათ. ძალიან უნტკივნეულოდ, რამდენიმე ფოტოს გადავუღებთ და გავუშვებთ ისევ თავის ბუნებაში. მეგობრებო, გავუშვათ. ოპა, უნტკივნეულოდ, მშვენიერი, წავიდა. მეგობრებო, შევცვალოთ აუცილებლად სატყუარა. სხვას არ ცველოდი პრინციპში ამ ადგილებში. ათევზავები ვარ და ვიცოდი რომ არ იქნება და რაღაც განსაკუთრებული აქტიურობა. წითელწიწკლებიანი კალმახი მაინც ცოტა არის. მაგრამ სატესტოთ აუცილებლად ღირდა ჩამოსვლა. ეხლა შევცვალოთ სატყუარა. მინდა რომ დავაყენოს ქალი ესეთი მოდელი, ცნობილი მოდელი არის საკმაოდ. ეს ბრენდი TrixBait საქართველოში შემოვიდა დაახლოებით 2 კვირაა. შემოიტანა ონლაინ მაღაზია NRT Fish-მა, ანუ ჩემი ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ძალიან ბევრი კარგი სიახლე გვექნება. ხარისხი არის მაღალი, აქვს კარგი არომატი, კარგ არომატში იგულისხმება პირველ რიგში ყველი, ასეთ საკმაოდ ცხიმიანია, სილიკონი არის რბილი, ძალიან კარგი თამაში აქვს. შესაბამისად, კონკურენტუნარიანი არის საქართველოს ბაზარზე, რა ბრენდებიც არის წარმოადგენილი ზოგადად, მათ ძალიან მაგარ კონკურენციას გაუწევს და ღირებულება იქნება შედარებით უფრო ნაკლები, ვიდრე ის ბრენდები, რომელიც საქართველოში უკვე იყიდება. შეგიძლიათ ეს მოდელები შეიძინოთ, რა თქმა უნდა, ონლაინ მაღაზია NRT-Fish.G-ზე, ეკრანზეც იქნება გამოსახული და ვიდეოს ქვევით აღწერაშიც იქნება ბმული. შეგიძლიათ თავად დატესტოთ და ნახოთ რა მაგარი სილიკონები არის. მეორე გადაგდებაზე მოგვიტანა კარგი შედეგი და თევზი გამოვიყვანეთ. სამწუხაროდ არ ველოდი ახლა რაღაც განსაკუთრებულ ჭერას, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ეს ადგილები მე ვიცი, ნათევზავები ვარ და დიდად მაგარი შედეგები სამწუხაროდ არ არის ხოლმე, თუმცა მაინც ვეძებთ კალმახს და იმედია რომ კიდევ დავიჭერთ. ძირითადად ალბათ უფრო ხიან ადგილებში, სადაც აი ჩაძირული ხეები არის, იქ უფრო უნდა ვეძებოთ, იმიტომ რომ რეალურად ახლა სადაც ჩვენ ვდგავართ, ეს არის ძალიან მაგარი, იდეალური ადგილი კალმახის სადგომად. სამწუხაროდ არანაირი ჩარტყმა არ არის. 2 ადამიანი ვთევზაობთ, გიორგი თევზაობს მაგალითად ყანყალებით, იაპონური ყანყალებით მათ შორის, საკმაოდ მაღალი ხარისხის, ბევრი ვარიანტი აქვს. ზომებით, ფორმებით, წონებით, ფერებით, მაგრამ ერთი ჩარტყმაც არ ქონია გიორგის. ჩვენ გაგვიმართლა ერთი თევზი მაინც დავიჭერეთ. გავაგრძელოთ, ვეძებოთ საინტერესო ადგილები, იქნებ რამოდენიმე ცალი მაინც დავიჭერეთ. მეგობრებო, ახლა მინდა გაჩვენოთ სატყუარები, რომელიც დღეს გამოვიყენეთ.
როგორც ნახეთ, კადრში ერთი საკმაოდ კარგი ზომის კალმახი დავიჭირეთ, მოვატყუეთ. მინდა აგიხსნათ ამ ბრენდის შესახებ, თუ რას წარმოადგენს საერთოდ, სადაური ბრენდია და როგორი სილიკონები აქვს. ეს არის ბელარუსული ბრენდი, რომელსაც ქვია Trixbait. მაღალი ხარისხის სილიკონის სატყუარები გვაქვს, რომელიც არის სხვადასხვა სეგმენტებად დაყოფილი. 3 ხაზი აქვს. ეს არის საკალმახი ვარიანტები, ძალიან კარგი არომატით, რბილი სილიკონები, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი ხარისხის არის. ასევე მათ აქვთ როგორც საქორჭილი, ასევე საქარიკლაპიე და შავი ზღვისთვის გათვლილი სატყუარები. ეტაპობრივად შეივსება მარაგები ონლაინ მაღაზია MFTFishG-ზე, შესაბამისად შეგიძლიათ გადახვიდეთ, დაათვალიეროთ და თქვენი სასურველი ვერსიები პირველ რიგში გამოიწეროთ და თავად დატესტოთ და რომ მიხვდებით, რომ ნამდვილად მაღალი ხარისხის არის, მე უკვე შეგიძლიათ აარჩიოთ სხვადასხვა ვერსიები, სხვადასხვა მოდელები, სხვადასხვა ფერები, სხვადასხვა ზომები. ახლა მინდა გაჩვენოთ ჩემთვის დღეს გამორჩეული მოდელი, რომელიც იყო Mousetail, ესეთ ვარდისფერ ფერში. ეს სატყუარები არის საჭმელი სილიკონი, რომელიც საკმაოდ კარგად ჩერდება ნემსკავზე, არის რბილი ვარიანტი, აქვს თავისი არომატიზატორი, შესაბამისად კალმახისთვის არის იდეალური სატყუარა. არ აქვს მნიშვნელობა პასიურია თუ აქტიურია, შეურჩევთ შესაბამის ფერს და მოდელს და მერწმუნეთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი იქნებათ კალმახზე. რაც შეეხება საქორჭილეს და საქარიკლაპიე ვერსიებს, ეს უფრო გაზაფხულიდან იქნება ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. მოკლედ, სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, ფერებით, მოდელებით, ზომებით არჩევანი, თუმცა დღეს გამორჩეული იყო Mousetail 2 ინჩიანი ვარდისფერ ფერში. შეკვრაში არის 6 ცალი და სხვადასხვა მოდელი სხვადასხვა რაოდენობით არის შეკვრაში. ახლა რა დაგვრჩენია, დილას საკმაოდ კარგად გავიარეთ ბუნებაში, ვითევზავეთ, ბუნებამ გვაჩუქა ერთი კალმახი წითელწიწკლებიანი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა არის აქ კალმახი და ბევრჯერ საერთოდ თევზის გარეშე ყოფილვარ, დღეს ერთი ცალის დაჭერა მაინც მოვახერხეთ. ახლა კი დაგვრჩენია ის, რომ გადავინაცვლოთ ლამაზ ბუნებაში და მოვამზადოთ გემრიელი კერძი. ამიტომ აუცილებლად დარჩით, ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, არხის გამოიწერეთ და ზარაზღლაკიც გააქტიურეთ. ხო, დღევანდელი ვიდეოს დალაიქება, რომ არ უნდა დაგვაუწყდეს, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. მადლობა კიდევ ერთხელ ვინც უყურებს ჩემს ვიდეოებს, ვინც ალაიქებს. ახლა კი წავედით ლამაზ ბუნებაში ცხელ-ცხელი კერძი მოვამზადოთ. მეგობრებო, მოვედით ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადგილას. მოვთავსდით, ახლა ცეცხლს დავანთებთ, რომ გემრიელად მოვამზადოთ პელმენის წვნიანი. ძალიან მაინტერესებდა როგორი გამოგვივიდო და ამიტომ ვიყიდეთ ის საჭირო ინგრედიენტები, რაც გვჭირდება გემრიელად მოვამზადოთ და იმედი მაქვს, რომ გემრიელად მოვამზადებ. პირველი იქნება დღეს ამ კერძის მომზადება. მანამდე, სამწუხაროდ დამიждდა ყველა ტექნიკა, რასაც ვიყენებდი ძირითადად გადასაღებად. მიკროფონის დაახლოებით 10%-ზე არ და მოვასწრო მოკლედ ამ კადრების ჩაწერა. ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი მოწყობილობა EcoFlow-ის სახით, რომელიც არის ფაქტიურად დიდი power bank-ი, ანუ გარე დამტენი, ძალიან დიდი მოცულობით, რომელიც დაგვიტენის, რა ვიცი, ყველა მოწყობილობას მეგონი რაც შეიძლება წამოვიღოთ ბუნებაში. ასევე შეგვიძლია შევაერთოთ მასზე ნატურა, ღამე გავანათოთ, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდით ახლა მოვათავსოთ ჩვენი დამტენი. ესეთი დენცქვიტას ადგილი გვაქვს შესაერთებელი, აქვს 2 USB შესაერთებელი და 1 Type-C. ანუ ჩათვალეთ, რომ 4 მოწყობილობას და პლუს მე-5, რომელიც არის მანქანის დამტენის შესაერთებელი, ანუ 5 მოწყობილობას ერთად დატენი. ახლა შევაერთებთ პირველ რიგში მიკროფონს, იმიტომ რომ მიკროფონები დაждდა, აქ მეორე მიკროფონს დავტენით და მე შევცვლით აუცილებლად. ასევე მე შემიძლია Type-C-ის სახით შევაერთო აქ მეორე დამტენი და მაგალითად DJI-ის Osmo Pocket 3 დავტენოთ. რადგან ეს კამერა არის ჩემი ძირითადი კამერა, ძალიან მაგარი კამერა არის, მესამე სერია და გირჩევთ, ვისაც YouTube კონტენტის გაკეთება გინდათ და თან ხარისხიანის, Osmo Pocket 3 ძალიან მაგარი რამეა. და შევხედოთ ჩვენს ეკრანს. ნახეთ, 2 მოწყობილობა მაქვს შეერთებული და მეუბნება, რომ რადგან 78%-ზე არის თვითონ EcoFlow, 11 საათის განმავლობაში შეუძლია დატენოს ეს 2 მოწყობილობა. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენჯერ დაგვიტენის. შეგვიძლია კიდევ შევაერთოთ მაგალითად smartphone-ი, შეგვიძლია შევაერთოთ არ ვიცი, ნებისმიერ რამ, რაც იქნება მაქსიმუმ 600 ვატის სიმძლავრის. ანუ ნებისმიერ მოწყობილობა, რომელიც მოითხოვს მაქსიმუმ 600 ვატს, ნებისმიერს ჩაგვირთავს და დაგვიტენის ან გაანათებს, არ ვიცი, როგორც დაგჭირდება ის. პატარ-პატარები ესე დავტეხოთ, რომ ადვილად დავანთოთ ცეცხლი. ესე. დავანთოთ ცეცხლი. მეგობრებო, საკმაოდ ცივა, ამიტომ ცოტა
გვინდა რომ გავთბეთ, შესაბამისად ავადუღოთ წყალი, ჩაი, ყავა მივირთოთ გემრიელად. ესეთი წყლის ჩანთა გვაქვს. მოვხსნათ თავსახური და ჩავასხეთ წყალი. კომპაქტური გაზი ავანთოთ. შემოვქთ. ბუნებაში ამას ვფიქრობ, არაფერი არ ჯობს რა. კომფორტულად ხარ, გემრიელად მიირთმევ აუცილებლად. ეს პატარა გაზია. აი აქ იდება ბალონი, გაზის ბალონი და დაახლოებით 2 საათი ყოფნის გადამულად რომ სრულად გვენთოს. შესაბამისად 2 საათში ვფიქრობ, კერძსაც მომამზადებ, წყალსაც აადუღებ, როცა გცივა განსაკუთრებით მაშინ. გავთიშოთ გაზი, რადგან ადულდა წყალი უკვე და დავასხათ ყავა შვენიერი. ეს საველე პირობებისთვის ზოგადად ასეთი პატარა გაზი ძალიან კარგია, მსუბუქია, ადვილის ატარებელია. ერთ პატარა ბალონს ჩადებ ჩანთაში და პატარა მადუღარასთან ერთად ესეთი საყვარელი წყალს აადუღებ, გემრიელად მიირთმევ ჩაის, ყავას, რომელიც შენ გაგიხარდება. მეგობრებო, ინგრედიენტები რაც დაგჭირდება იმისთვის რომ გემრიელად მოვამზადოთ პელმენის წვნიანი არის თავად პელმენი. აუცილებლად დაგჭირდება მწვანილები, ამ შემთხვევაში ოხრახუში და კამა, მარილი, წითელი წიწაკა, დაფქვილი საშუალო ზომებად, ნიორი და ასევე ეგრეთ წოდებული გალინა ბლანკას რო ვეძახდით, ესეთი 2 კუბიკი, რომელიც ძალიან კარგ გემოს მისცემს წესით და რიგით. ხო, და არ დაგვაუწყდეს. ეს ძალიან მაგარი ინგრედიენტი, რომელსაც ჩვენებურად პირველ რიგში აუცილებლად წყალი ავახსოვთ ჩვენს კვაფში. უკვე კარგად ნაცნობი ჩვენი ჩანთიდან, წყლის ჩანთიდან. კომფორტულია ნამდვილად რა. კომფორტის გარეშე ბუნებაში საკმაოდ რთული არის საკვების მომზადება. მეგობრებო, დავდგათ წყალი ცეცხლზე და ავადუღოთ. ადუღდა წყალი, შესაბამისად ახლა მოვამზადოთ ჩვენ ესეთი ეგრეთ წოდებული გალინა ბლანკა 1 ცალი. და აუცილებლად მარილი ადუღებულ წყალში დავშვათ და ესე ჩავყაროთ. შვენიერი მარილიც აუცილებლად. როგორი ფერი მიიღო? შვენიერი ფერი მიიღო, თან კარგი სუნი აქვს. ახლა პელმენის ჯერია. სანამ პელმენი მოიხარშება, მანამდე გავამზადოთ დამატებითი ინგრედიენტები, რომელიც უკვე ბოლოს შეგვიძლია ჩავაყაროთ მწვანილის სახით. ეს არის ოხრახუში და კამა, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო კარგ გემოს მისცემს ჩვენს პელმენის სუპს. ეს არომატისთვის არის რეალურად ნივრის ჭამას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, როგორც ძალიან კარგ არომატს აძლევს ჩვენს წვნიანს. კი ბატონო, ჩაუშვათ, მოურიოთ. აუცილებლად დავამატოთ წიწაკა, ნუ არც ისე ბევრი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველას ძალიან მწარე არ უყვარს. შესაბამისად, ესეთი უბრალოდ კარგ გემოს რომ მისცემს, არომატისთვის ვფიქრობ წიწაკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი არის. მოიხარშა პელმენი, შესაბამისად დაგვრჩა ბოლო ინგრედიენტები იმისთვის რომ დამატებითი არომატი მისცეთ ჩვენს კერძს. ეს არის კამა, რა თქმა უნდა, და აუცილებლად ოხრახუში. ახლა ამოურიოთ და დაახლოებით 2 წუთში უკვე მზად იქნება ჩვენი კერძი. მეგობრებო, გამოვრთოთ ცეცხლი. გამოვრთოთ და გადავიღოთ. მოდი პირდაპირ გადავიღოთ, იმიტომ რომ ცეცხლს ვერ გამოვრთავთ. ჩვენ საქმე ვაპირებთ დარჩენან, შესაბამისად ცეცხლი აუცილებლად გვჭირდება გასათბობად, იმიტომ რომ ძალიან ცივა სხვათა შორის. ცეცხლს რომ მოშორდები, უკვე ეთყობა რომ საკმაოდ სიგრილია. მოდი ახლა უბრალოდ გავსინჯოთ. ნახეთ მეგობრებო, როგორი კონსისტენცია აქვს. სუნი სხვათა შორის ეთყობა რომ საკმაოდ კარგი წვნიანია. გავსინჯოთ, აბა, პელმენი როგორია? მოხარშულია. ვაუ, ძალიან მაგარია. მართლა ძალიან გემრიელია, მეგობრებო. ახლა ჩვენ შემოვიხვდებით მაგიდას. ცოტა რა თქმა უნდა სასმელიც გვაქვს და უცებად გემრიელად მივირთმევთ. ყველას გისურვებთ მინიმუმ ასეთ ძალიან კარგ დღეებს. მეგობრებთან ერთად გამოსვლას ბუნებაში, გემრიელი კერძების
მომზადებას, გემრიელად მირთმევას და რა თქმა უნდა ძალიან კარგი დროის ტარებას ბუნებაში. იმიტომ რომ არ გამოგივიდეთ ისეთი გემრიელი, როგორცაც ელოდი, ბუნებაში მაინც ძალიან გემრიელია ნებისმიერი მომზადებული კერძი. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ უყოლას, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, რადგან მრავალფეროვანი იყო, თევზაობით, პატარა განხილვებით და კულინარიით, ამიტომ რა თქმა უნდა, მექნება თქვენთან ძალიან დიდი თხოვნა რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, გააქტიუროთ ზარზღლაკი და დღევანდელი ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდეთ. მე კიდევ ვეცდები რომ ახალი ძალიან კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. წარმატებებს გისურვებთ, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. აბა დროებით.